მოგესალმებით, მეგობრებო. Კარმული ასტროლოგიიდან მინდა დღეს ჩაგიწეროთ ვიდეო. პლანეტები და კარმული ასპექტი შავი მთვარე ერთად როგორ არის? ამაზე მინდა დღეს გესაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის პლანეტების გათვალისწინება. თუ არის ასპექტირებული შავ მთვარესთან, იქნება ეს შეერთება, ოპოზიცია, კვადრატურა, მაგალითად, ტრიგონებზე დღესაც ცოტას გეტყვით ჰარმონიული ასპექტების, მაგრამ ძირითადად კარმული ასპექტები როცა არის, როგორ გითხრათ, იცით, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ფაქტობრივად როგორც კი დავინახავ შავ მთვარესთან პლანეტის შემოსვლას, იქ უკვე გასაგები არის, რომ აქ სერიოზული კარმული პროგრამა, მოდით ესე ვთქვათ, არასწორი გაგება პლანეტის ეს შემოდის. ან არის მსხვერპლის როლში ამ პლანეტის ზონაში ადამიანი, ან აქტიური გამოხატულება შავი მთვარის, ეს იცით ალბათ ძალიან ბევრ ვიდეოში ვსაუბრობ ხოლმე ამაზე, გრადაციები არის აქ მნიშვნელოვანი, ვინ როგორ იყენებს ამ ენერგიას. და პირველ რიგში უნდა დავიწყო შავი მთვარე იცით უკვე რა არის იმდენჯერ, მაგრამ 630 ვიდეო მქონია დადებული, ახლა ვნახე. ძალიან ბევრია. ხო და როგორ ვლინდება? ამაზეც მაქვს საუბარი პლანეტები. შავ მთვარესთან რო შემოდის ეს რა ენერგია არის, რას ნიშნავს, მაგრამ დღეს ცოტა ფსიქოლოგიურად ვისაუბრებ, თან წინა ვიდეოები მქონდა ჩაწერილი პირად ურთიერთობებზე და შავ მთვარე ყოველთვის პირად ურთიერთობებში ვლინდება, მეგობრებო. შავ მთვარე ეს არის ის, რომ სულაც რო არ იყოს პირად ის შავ მთვარე მაგალითად, ის მაინც ახდენს გავლენას პირად ურთიერთობებზე, ფაქტიურად არა მარტო პირად ურთიერთობებზე, ყველა სტრუქტურაში, ყველა ცხოვრებისეულ ეტაპზე ახდენს გავლენას და ფაქტიურად ამ პროგრამით ჩვენ ყველგან ესე ვიქცევით, ანუ ეს არის პატერნი, ეს არის რაღაც მოთხოვნილება შინაგანი, რომელიც საოცრად უნდა დავიკმაყოფილოთ. სულ ოღონდ რა თქმა უნდა არასწორად, ან იგივეს ვაკეთებ, რომ მინდა დავიკმაყოფილო და ვათამაშებ ისევ ფრუსტრაციას, ანუ მაგალითად მაქვს ურთიერთობა იმ ხალხთან, რომელიც აუცილებლად იგივეს გამითამაშებს ფრუსტრაციას მომცემს და აქ ტრავმა უფრო დიდდება და ძლიერდება, ვიდრე განკურნება ხდება და ამისთვის არის ჩემიც ამდენი ვიდეოებიც, მაგალითად ასტროლოგია რატომ მიყვარს მე, რომ გაცილებით სწრაფად გვამუშავებს მთავარ ღერცთან, ვიდრე უბრალოდ თერაპიულად რო გავიაროთ. თერაპევტსაც გააჩნია ხა თუ ერკვევა თერაპევტი რაღაც ცოტა ეზოთერული ხედვა აქვს, ცოტა ღრმა ცნობიერება აქვს, არა სამედიცინო თერაპევტთან მივდივართ, ხო? იქ შეგვიძლია ღრმა მუშაობა. ჩვენ შინაგან ტრავმებზე, რაც არ შეუძლია, ხა ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ გეუბნებით 15-მდე თერაპევტი მყავს შეცვლილი და თუ არ არის ეზოთერული ცნობიერება ადამიანში, ცოტა სხვა სამყაროსთან თუ არა აქვს რაღაცა კავშირი ენერგეტიკული, სხვა ცოდნასთან, მოდი ესე ვთქვათ, ხო? სხვა ველთან. ის მაინც ვერ არის ხოლმე ისეთი ეფექტური და მაგიტომ დადიან მერე წლები თერაპიაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მინდა გითხრათ, პირველ რიგში უყურებთ ნიშანს, რა თქმა უნდა, შავი მთვარის, უყურებთ სახლს და თუ არის შეერთება არის ყველაზე რთული კომბინაცია. და შეერთება ეს უკვე კარმული პროგრამა არის, ძლიერი, მძაფრი, შავი მთვარე იცით, რომ ეს არის ძლიერი ემოციები, მძაფრი ემოციები. ეს შეიძლება იყოს ტრავმა, მაგალითად, დაბადების მომენტში და აქაც გვაქვს ჩვენ ასპექტები, რომელი არის აქ ამ ცხოვრებაში არის მიღებული ტრავმა თუ, საერთოდ შავი მთვარე ყოველთვის კარმულ ასტროლოგიაში გავყავართ მას წინა ცხოვრებებიდან მოდის, თუ ესე შევხედავთ. მაგრამ ასევე აი ამ გამეორების პატერნს იძლევა შავი მთვარე განსაკუთრებით თუ პლანეტასთან არის შეერთებაში. ახლა პირად ურთიერთობაზე როცა ვლაპარაკობდი წინა ვიდეოებში, განსაკუთრებით როცა არის შავი მთვარე პლანეტასთან ჩართული, ეს პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა პირად ურთიერთობებში, რა თქმა უნდა. შეიძლება ვიღაცის ასპექტი ხა მე ვერ ვიგრძნო ესეთ შორეულ ურთიერთობაში, მაგრამ პირად ურთიერთობაში საოჯახო გარემო იქნება ეს თუ ძალიან მეგობრული გარემო, თუმცა მეგობრობაში ძლაუდით, რატომ იყულებ ისე. და აი ესეთ საახლობლო, აი ძალიან ესე გამოხატულად შეიძლება უკვე ჩვენ შეგვეხოს და ვიგრძნოთ ეს ყველაფერი, ხო, სათხას მიჭამ. და აი ეს არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მე რო ვხედავ რუკაში შავი მთვარე თუ არის ჩართული პლანეტებთან, ხილს ეთამაშება. კაკაკათი მიშლი ახლა ხელს მიშლი. და გავაკდო ახლა ბოდიშით.
წადი ხილს ეთამაშება. ესე რომ დავჯდები ვიწყე მუშაობას, თქვენთან ურთიერთობას და რიგი დგება ჩემი მაიმუნების. და მაგალითად, პირველი რომ დავიწყოთ, შავი მთვარე როცა მზესთან არის შეერთებაში. აიცით როგორ რაღაც არის პლანეტა, საერთოდ მაი მზე ჩვენთან, ხო? ეს არის ეკოფუნქცია. ეს არის გონება. რამდენად გონიერი არის ადამიანი, შემიძლია მისი მზით დავინახო. რამდენად გონიერი როგორ იცით, განა ტვინზე არის აქ ლაპარაკი. გაცნობიერება რისი შეუძლია, რისი არ შეუძლია. აი აქ გარკვეულწილად მზე დომინირებს. ეს მზის ფუნქცია არის ჩვენთან რუკაში, ხო? მამაკაცური ენერგია არის, მზე რაციონალიზაცია, გაცნობიერება. და აქ როცა შავი მთვარე შემოდის, აი ამის ამოყირავება ხდება რაღაცნაირად, ხო? აი მზის დესტრუქცია ხდება. მაგალითად, მარტივი ფუნქცია, რომ ეგო ფუნქცია არის დარღვეული და დაკარგული. ქალს შეიძლება კონდეს თვითშეფასების პრობლემა და აქ შეიძლება გამოვლინდეს ან მამა არ მყავდა, ან მამა დესტრუქციული იყო, ან მამას სულ პრობლემები ჰქონდა, ან მამა არ იყო ისეთი ღბლიანი და კარგად ცხოვრობდა მაგალითად, ისე არ იყო. ანუ რაღაც მამის და კაცების გვარში არის პრობლემა ქალებთანაც როცა ვნახულობთ, ან არის კაცებთან როცა მამის ენერგიამ რაღაც დესტრუქცია მომიტანა. შეიძლება პირიქით იყოს ზედმეტად პოზიტიური, ზედმეტად რბილი, ზედმეტად მეგობრული და აქ დარღვია ჩემი რაღაცა ჟილკას რო ეძახიან, ხო, მამაკაცური. მთლიან რუკას გააჩნია აქ სცენარი, როგორ შეიძლება და გამოვლენილიყო, მაგრამ ყველაზე გამოხატული მეგობრებო, მე რასაც ვაკვირდები, მზე ლილიტის კვადრატის შემთხვევაში, სახურავზე თოლიები დარბიან და არის ხოლმე ერთი ვრახაბრუხი. და რო ვაკვირდები ხოლმე კაცებს, ოპოზიციის შემთხვევაშიც და კვადრატის შემთხვევაშიც ესე ვლინდება, ოღონდ შეერთება არის უკვე ძალიან გამოხატული, ეს მუდმივად რაღაც როლში არის ადამიანი, რაღაც სპექტაკლში არის ადამიანი, თამაშობს იმ როლს, რაც მისი არ არის. ოღონდ ამას შეიძლება ვერაცნობიერებდეს. კვადრატურის შემთხვევაში არის ეს ელემენტები, აი თერაპიულ პროცესშიც უჭირთ მეს დანახვა, მე ვინ ვარ, ან მაგ თუ არა მე ნიჭი და უნარები, მზე ხო იცით ნიჭი და უნარები არის, შესაძლებლობები არის და აქ არის ეჭვები. შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყოს ადამიანი, მაგრამ არ ჯეროდეს ამისი გონია, რომ არ არის ნიჭიერი. შეიძლება ძალიან ბევრი შესაძლებლობები აქვს ადამიანს და აუფასურებს თავს, ან დაბალი თვითშეფასება აქვს, იმასთან შედარებით ვიდრე არის. ან მეორე მომენტი, ლილიტ ლომსაც მსგავსი პრობლემები აქვს. მაგრამ ზესთან ძალიან გამოხატული არის ეს ლილიტ ლომს შეიძლება იქ მზე ყავდეს ძლიერი, ლომის ენერგია ქონდეს ძლიერი და რაღაცნაირად ამას ფარავდეს, მაგრამ მზე უკვე ყველა ხედავს ამას, ყველგან ჩანს რომ ამ ადამიანს არ აქვს კონტაქტი თავის ავთენტურ მესთან და რაღაცას თამაშობს, რაც მისი არ არის. თამაშს რაც გულისხმობ, განა სპექტაკლს დგამს. არ არის ხოლმე ხშირად გულწრფელობა გამოვლენით, თან თუ თევზებში არის ეს ყველაფერი ხო საერთოდ. გულწრფელობა აკლია თითქოს ადამიანს, საკუთარ თავთან შეიძლება გულწრფელობა აკლდეს. ეხლა მე ესეთ მძიმე кейსებს გიყვებით, ხო, აი უკვე ძალიან იუნგი როცა ამბობს, აი ჩრდილმა შეიპყრო ადამიანი, აი ამ კომბინაციას გეუბნებით ახლა. და აი ამ შეპყრობილობაში, როცა ჩრდილის გავლენის ქვეშ ვექცევით, ხო? აი აქ ვლინდება უკვე ის, რომ მე სადღაც მეშინია ვიყო ის ავთენტური მე, იმ დღეს ვერ აღარ მოვეწონები. ან სხვები ვერ დამინახავენ, ან რამე არ შემეშალოს. ისეთ ახლა მე გიყვებით პირდაპირ სიტყვებს, რასაც ჩემთან რუკის პერიოდში გავდივართ ადამიანებთან და ეს მარტო კლიენტებზე არ არის საუბარი, იქ ახლობლები, ნაცნობები, რომელსაც ეს ასპექტი აქვს, ერთი და იგივე სიტყვები. აი, შემიძლია, ჩაწერილიც მაქვს, მაგრამ მე ვშლი ხოლმე, მაგრამ აი შემიძლია ეს დავწერო კიდეც, როგორ ყველა კომბინაციას აქვს ყველა ადამიანს ერთი და იგივე ფრაზები. და ზოგჯერ ვეუბნები ხოლმე კვეწინას არის, ესე გრძნობ თავს და ვაიმე, საიდან იცით? და აი ეს არის ზუსტად ფორმულები, როცა ძირითადი ფორმულა სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს ამ ყველაფრის, მაგრამ ფორმულა ერთი არის. დაბალი თვითშეფასება, ან მერე ნარცისული როლი, თუმცა ჩემთან ესეთები არ მოდიან, მე უბრალოდ სხვებზე დაკვრებით მინახავს, რომ აი შეიძლება იყოს ადამიანი არაადეკვატურ ეგოში, ლილიტ ლომებსაც ჭირთ ხოლმე ეს არაადეკვატურ თვითშეფასებას
შეფასებაში არაფერი არ აკავშირებს იმ თვით შეფასებასთან ადამიანს. ანუ აქ ფსიქოლოგიაში გავდივართ, გამოგონილი მე, გამოგონილი ეგო, ხო, გამოგონილი პერსონა, რომელიც რეალობასთან არ არის კავშირში. აი ესეთი რაღაცები ვლინდება ხოლმე, თუმცა ჩემთან უფრო მეორე კატეგორია მოდის, როდესაც ნენელა ხვდებიან, რა ის ძალიან მარტივიც არის. ლილიტი ლომი იქნება, ლილიტი მზის შეერთება, ხმაც კი დაბალი აქვთ. რაღაც სადღაც თვითონ ავტოაგრესიას ვეძახი ამას. მაქსიმალურად ცდილობენ თვით შეფასება დაიწიონ, ან ხალხში გამოხატულება დაწიონ დაბლა. არ მინდა ხალხი მხედავდეს, რამე რო შემეშალოს, მე რა ვქნა და აქაც ეგოს ზედა გადამეტებული სერიოზულად მიღება არის, ხო? ესე რატო უნდა აწიო ესე თავი რომ ამ ხელმისაწვდომობა მიაჩნიო შენ თავს რომ ვაიმე რამე არ შემეშალოს. რა მოხდა მე რომ შემეშალოს? რა მოხდა რომ ვიღაცამ ცუდად იფიქროს ჩემზე, ხო? და საბოლოო ჯამში ის მომენტიც რომ ვინმე ცუდად იფიქროს არ არსებობს. ანუ ლილიტი ეს არის რომ რეალობაში არ არსებობს თემა და ჩვენ ქნით ჩვენს წარმოდგენებში მე კარმაში გავდივართ როგორც წესი ეს რაღაცა მოხდა რაღაცის გამო აქვს ადამიანს შიში თვით გამოხატვის რომ ისევ რაღაცა არ გავაკეთო. ანუ აქ ჰიპნოთერაპიულად რომ მუშაობდით, პირდაპირ გადიოდნენ კონკრეტულ кейსებთან, კონკრეტული შინაგანი რაღაცნაირად განცდა, რომ მე ego ავწიე და ეხლა უნდა დავწიო და ორივე პრობლემა არის, იმიტომ რომ მე ამ დაწევით უამრავი ნიჭი უნარები იკარგება, უამრავი შესაძლებლობები იკარგება. უბრალოდ იცის, რომ ოდნავი წარმატება ისე ადიან ზევით, ხო? და აი თითქოს ეშინიათ, ყველას ეგა გვაქვს. ჩვენ როცა ლილიტი უერთდება რომელიმე პლანეტას ვერ ვიჭერთ ბალანსს ამ ენერგიასთან, ხო, ამ პლანეტასთან ვერ ვიჭერთ ბალანსს. ან იქით უნდა ვიყოთ ანაკედა, მაგიტომ ან ბლოკავთ საერთოდ, მე ამ დაბლოკვაში უკვე გამოდის ჭრილი და მე გვიჭერს ამასთან გამკლავება. ამიტომ ყველაზე ნეგატიური კუთხით ქალებთან ცოტა სხვანაირად ვლინდება, ხშირად უთქვამთ ქალებს, რომ ნარცისკაცებს იზიდავენ და ნარცისი კაცი იზიდავს დაბალი თვითშეფასების ქალს. და დაბალი თვითშეფასების ქალი შინაგანად მეორე პოლუსში არის, ხო? მას უნდა რომ მაღალი თვითშეფასება ქონდეს და რაღაცნაირად ერთი ისე წინა ვიდეოში როგორც გითხარით, ერთი ჯოხის ორი ბოლო არის. არის მამაკაცი ამ შეერთებით, რომელიც იზიდავს პირიქით, იმაზე უფრო შეიძლება აი მეორე პერსონა ხდებიან თქო რო გითხარით. შეიძლება მაგალითად ბევრად უფრო კარგია, უფრო ნიჭიერია მეუღლეზე, მაგრამ თითქოს სადავეებს თმობს რაღაცნაირად, თითქოს ვერ ბედავს გამოხატოს გულში რა უდევს, ხო, მაგალითად ესეც ვლინდება. ან პირიქით, სულ კონდეს, რომ აი ყველაფერზე პასუხისგებლობას იღებდეს, არის საჭირო, არ არის საჭირო, მაგალითად ზოგი ქალი მიყვებოდა მეუღლეს აქვს ნეგატიური ასპექტი ლილიტი მზის და ყველაფრის ორგანიზებას მეუღლე აკეთებს, საერთოდ არ მიკითხება მე რა მინდა, გონია რომ ყველაფერი კარგად გამოსდის, საბოლოო ჯამში რაღაც პირად ურთიერთობებში თუ არის რაღაც პრობლემა, პასუხისგებლობას ქალს კიდებენ და თვითონ თავისთავზე არაფერს არ იღებენ. ანუ არა, მე არა ვარ შუაში, შენი ბრალია. არა, მე ოკეი ვარ, შენ ხარ ისტორიჩკა მაგალითად ყო და ასე შემდეგ. როცა ორივე პრობლემა არის, ანუ თუ არის ისტერიული ქალი, ეს კაცის პრობლემაც არის რაღაცა, ხო? თუ არის ისტერიული კაცი, ქალის პრობლემაც არის. ანუ ურთიერთობაში ორნი არიან და არა თითო-თითო, ხო? ამიტომ არის ეს ცრუ პასუხისგებლობა, რომელიც არ არის პასუხისგებლობა სინამდვილეში, სადღაც იტენიან იმაზე მეც, ვიდრე საჭიროა ფარულ ტირანიას ვეძახით ამას, განსაკუთრებით კაცებს უყვართ ხოლმე ლილიტი მზით, აი, მთელი ოჯახის ყველაფერი უნდა აკონტროლონ და ოღონდ გააჩნია ნიშანს, ლამაზად, ფარულად ან ისე, მაგრამ საბოლოო ჯამში კონტაქტზე რო გავიდეს ვინს რა უნდა, ისევე არ ესმის სხვების, როგორც საკუთარი თავის. ეს ძალიან ფსიქოლოგიურ პატერნებში რო ვნახოთ. ნეგატიური კუთხით ეს არის, რომ საერთოდ ჩუმად არის ადამიანი და საერთოდ არ გამოხატავს თავს. საერთოდ, აი აბსოლუტურად შეიძლება მთელ საზოგადოებაში ყველგან ეს ადამიანი უბრალოდ ჩუმად იყოს და ვერამ ვერ ამჩნევდეს. და მერე სადღაც ძალიან რო იჭედება პრობლემა, ანუ თვით პრეზენტაციის და თვით პიარის პრობლემა არის, ხო, აქ და თვით გამოხატვის პრობლემა არის აქ, ხო? შეიძლება ცოტა მივამსგავსოთ სატურნი მზის შეერთებას, როცა დაბლოკილი არის ადამიანი, ხო, შინაგანად, მაგრამ სატურნი მუშავდება, სატურნს სტრუქტურა ჭირდება, სატურნს ჩარჩო ჭირდება, ლილიტს ეს არა. ლილიტი
უბრალოდ ტრანვირებულია, ღრმა ტრანვირებული არის და მას არ უნდა გამოხატოს საერთოდ თავის თავი. ეს არის სიყვარულის ქრონიკული ნაკლებობა ოჯახში. ამ ადამიანს დააკლდა სიყვარული, ოღონდ შეიძლება ყველა ეფერებოდა, მაგრამ ნამდვილი სიყვარული, აიცით როგორი სიყვარული დააკლდა? უპირობო. იყო პირობიანი სიყვარული. შენ თუ ესე მოიქცევი, მიყვარები, თუ არ მოიქცევი, არ მიყვარები. აქ შეიძლება ნარცისიზმიც გამოვლინდეს, ერთ-ერთი გამოხატული ფორმა არის, ახლა ცოტა დაზიანებული მზე შეიძლება ნარცისიზმში გადავიდეს, ან შეიძლება გადავიდეს, ეს სხვა ვერავის ვერ ვხედავ, მარტო ჩემს ყალბმეს ვხედავ, ხო? და ეს თვად ნარცისიზმი არ იყოს, ასტროლოგიას ცოტა სხვა დიაგნოზები აქვს, ესე რა ვთქვათ, მაგრამ აქ გამოვლინდეს უკვე ის, რომ მე ადამიანებთან ვიკარგები, მე შეგრძნება არა მაქვს, მე არ ვიცი რა მინდა, მე არ ვიცი ვინ ვარ და საერთოდ დავკარგე ერთხელაც ჩემი თავი, სინამდვილესთან კონტაქტი დავკარგე ნამდვილმესთან, ეგო ფუნქციაა დარღვეული. ამ შემთხვევაში ქალებისთვის რეკომენდირებულია და კაცებისთვის სხვადასხვის კაცებთან თერაპია, რო გაიარონ, რო აღადგინონ ეს ეგო ფუნქცია, მამაკაცური მინდა, რაციონალურობა, აი ეს სურვილების გამოხატვა და თვით შეფასებაზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი არის, უფრო მამაკაცებთან და ძლიერ ფიგურებთან ახლა რაღაც იმებს არ გულისხმობ. აი ძლიერი ფიგურა უნდა იყოს, ავტორიტეტი უნდა იყოს, რა ესა ეგო შინაგანი გამყარდეს რაღაცნაირად, ხო? აი ესეთი თერაპიული მიდგომა გაცილებით უფრო პოზიტიური იქნება ამ შეერთებისთვის. ოპოზიციაც მსგავსად მუშაობს, შეერთება უფრო ძლიერია. ოპოზიცია მაინც ესე არის, რომ იგივე პრობლემები, ოღონდ ცოტა უფრო კიდე ფონად, ესე ღიად და გამაღიზიანებლად თითქოს არ ჩანს, ხო? და ნუ ფაქტიურად პირდაპირ თვით შეფასების და თვით გამოხატვის თემა არის დღის წესრიგში ამ ადამიანისთვის, რაც არ უნდა რუკაში სხვა კომბინაციები კონდეს, მაინც ეს არის ცოტა დესტრუქცია, ცოტა არასასიამოვნო, იმას აქვს მზელი ლილიტის შეერთება ბრიტნი სპირს. თან როგორ აძალებდნენ სცენაზე ყოფილიყო, მშვილდოსანში ყავს, ხო? აი ეს გაფართოება და ეს ყოვლის მოცვლელობა და აი შემდგომ არაადეკვატურად დაიწყო საკუთარი თავის გამოხატვა. ეს არის უკვე აი ლილიტი რო შეგვიპყრობს, რო არ გავაცნობიერე და მე აი ეს შეიძლება გამოხატონ ყველანაირად დესტრუქციულად თავის თავი, ხო? ანუ რაღაც ინტრიგები, თან კაცებთან ქონდა პრობლემები, თვით შეფასებასთან ქონდა პრობლემები, სავარაუდოდ აი დრამატულ ასპექტში ესე ვითარდება ხოლმე მოვლენები. აი ეს არის ძალიან გამოხატული ხოლმე ამ შემთხვევაში. ეხლა როდესაც პირად კონსულტაციებს გავდივართ, რა თქმა უნდა, იქ უკვე თერაპიულად მუშაობთ ამ ასპექტზე, გაცნობიერებაზე და ძირითადად რო დავინახავ ესეთ ასპექტს, აღარ ხარჯავ ენერგიას რაღაც იქ პაჭი-პუჭა კომბინაციებზე, პირდაპირ თერაპიულად ვიწყებ. ხო, ხა თუ ადამიანს ეს აწუხებს, ეხა უკვე დღის წესრიგში აქვს და აინტერესებს, პირდაპირ ამაზე ვიწყებთ ხოლმე თერაპიულ მუშაობას, რომ შეეხოს ჯერ ამ ეგოსთან კონტაქტზე გავიდეს, რომ იცოდეს უკვე სად იმუშაოს, ხო, იმიტომ რომ ზოგჯერ ხას რო თერაპიულად ისეთი რაღაცები შეგვიძლია ჩვენ დავძრათ თერაპიაზე, რომ არა მოხდეს მაინც და მაინც და ეს აბსოლუტურად სხვა მეთოდია საერთოდ, სხვა სტრუქტურებზე გავდივართ აქ და ეს არის ხოლმე სტარტი იმისთვის, რომ შემდგომ უკვე თუ თერაპიული პროცესი ენდომება ადამიანს უკვე გააგრძელოს სწორად. იმიტომ რომ მყოლია ზუსტად ამ ასპექტის ადამიანები, ფსიქოლოგიაში რო არიან, სწავლობდნენ და ვერ გავიდნენ. ანუ მთავარი პრობლემა ვერ გაიგეს, უამრავი თერაპია გაიარეს, ისწავლეს თვითონ ფსიქოთერაპიად, თერაპევტები ლამის გახდნენ და აქ ვერ გავიდნენ. 1-2 სიტყვა, კონკრეტული ისინი სკილები ჩავაგდე და აი ეგრევე რო გააცნობიერა, რაში იყო მთელი ცხოვრება ადამიანმა. ეს უპირატესობა აქვს ასტროფსიქოლოგიას, ხო? იქ ის რასაც თვალი გვიმალავს, ემოციაც გვიმალავს, იქ პირდაპირ შეგვიძლია დავატრიგეროთ და ეგრევე ხვდებიან ხოლმე ამდენი წელი რაში დაკარგეს. შეეძლოთ პირდაპირ წერტილზე ემუშავათ, ხო? არის შემდგომი უკვე მთვარე, როცა არის შეერთებაში შავ მთვარესთან, ის მზე ლილიტი თუ ლილიტი ლომივით მუშაობს და ლილიტი მეხუთე სახლივით ენერგია მსგავსი არის. მთვარე ლილიტის შეერთება ეს მუშაობს უკვე როგორც ლილიტი კირჩხიბივით, მოდი ესე ვთქვათ. ოჯახი, ფესვები, დედის ხატი, ბავშვური, აი ეს ორალური ფაზა იყო დარღვეული სადღაც. შეიძლება იყო გადაჭარბებული კომფორტი, სადაც დაირღვა უკვე ადამიანის ბუნებრივი განვითარება
აღზრდა დაირხვა, ესე რომ თქვა, თან იყო პირიქით სრული, რო ვერ ჩავეჭიდები ვერავის ემოციურად, ოჯახური გარემო, რომელიც მტერია ჩემთვის. და ეს მტრობა შეიძლება ზედმეტ კომფორტშიც იყოს, ხან დათურ სამსახურს რო ეძახიან, ზოგჯერ ლილითს ესეც ახასიათებს და როგორც ლილით მზის შეერთებასთანაც შეიძლება იყო, აქ ესეთი იშვიათად მზე ლილითი უფრო რთულად მუშაობს რაღაც კუთხით, მაგრამ შეიძლება იყო აქ გადაჭარბებული ქება მზე ლილითის შემთხვევაში, რომ შენ ყველაზე მაგარი ხარ, შენ ყველაზე კარგი ხარ და ლილითლომებსაც ზოგჯერ ეს ახასიათებს, რომ ზედმეტად აქებდნენ, ოღონდ საერთოდ სხვა, პროექცია ქონდა შეიძლება მშობლებს თავიანთი შეხედულებების, თავიანთი სურვილების და დააჯერეს ბავშვის, რაც არ არის საერთოდ და მისი არ არის, იმიტომ რომ ეს თავის მშობლების არის. და ეს მუდმივად არაავთენტურობის შეგრძნება, რომ თვითშეფასება მაქვს, ოღონდ იქ არა, სადაც მე ვარ სინამდვილეში და ვერ პოულობენ ხოლმე თავის თავს. ხო, ესეც შეიძლება იყოს მეორე უკიდურესობა, რომ აქ მოდის მამისგან დესტრუქცია მზე ლილითის შემთხვევაში, მოდის ეს არასწორი ქებადიდება და მე აქ ვიკარგები მე სადღაც. იგივე არის მთვარე ლილითის შემთხვევაში, როდესაც ოჯახი ფაქტობრივად მტერივით მექცევა. შეიძლება იყოს ტოქსიკური ურთიერთობა დედასთან, მაგალითად კლასიკური ფორმულა, დედა რომელიც მოჯაჭვულია ჩემზე და ვერ მივდივარ საზღვარგარეთ, იმიტომ რომ დედა მყავს. და ცით რა არის, ეგ ოკეია თითქოს რომ რაღაცა ვერ დატოვო ოჯახი რაღაცა, მაგრამ ეს არის რაღაცა მომენტი, იცით, რომ ამათ არ უნდათ ეს. იქ დედა არის მათზე მოჯაჭვული, პირიქით მე ვარ მიჯაჭვული ოჯახზე და მე პატარა ბავშვი ვარ შინაგანად, მე დამოუკიდებელი ცხოვრების მეშინია რაღაცნაირად, მე მინდა რომ ჩემი ოჯახი დამყვებოდეს ყველგან ფსიქოლოგიურად, თორე ფიზიკურად შეიძლება მე ვეხმარები მათ, ხშირად შეიძლება სახლიდან რომ წამოსვლა არ უნდათ კარგა ხანს, უწევთ, რა ვქნა დედა არ მიშვებს, ეს მიზეზები არის, ხო, სინამდვილეში ჩვენც რაღაცა გვაწყობს, ხო, აქ სინამდვილეში არის ეს მოვლენა. არაცნობიერში კაცებს აქვთ უფრო ქალურ ენერგეტიკასთან პრობლემა, შეიძლება ქალები მოდიან მათ ცხოვრებაში, რომელიც ძალიან გავს დედის პროექციულ როლს, მაგალითად, თვითონ დააპროეციროს დედის ენერგეტიკა, მაგალითად მე ვიზიტო ქალი, რომელიც ფრუსტრაციას მომცემს, იმიტომ რომ დედამან ოჯახმა მომცა ფრუსტრაცია, ხო? ის რაც გითხარით თავიდან ლილითის ენერგია, რო ესე ვტრიალებთ, ამ იგივე როლში, მე მინდა, მაგრამ ზუსტად იმ სცენარს ვათამაშებ არაცნობიერად, რა სცენარიც მე გამოვიარე, იმიტომ რომ სხვა არ ვიცი. არ ვიცი როგორ დავიკმაყოფილო ჩემი მოთხოვნილებები, ხო? და მე ვხედავ იმ ქალს, რომელიც ჩემთვის იყო მაგალითად, ხო? და შეიძლება იქ ვერ მივიღო ის, რაც მე მინდოდა, პირიქით, დედა იყო გადაკლული ჩემთვის და დღემდე დედიკოსთან ვრეკავდა, სულ დედიკო მინდა. ჩემი ცოლისგანაც ვითხოვდე დედიკო იყოს არაცნობიერად, ხო, ოღონდ, ხო, გამიგოს, გვერდში მედგეს, მე მწყინს ყველაფერი ძალიან, თქვათ ის თუ სხვანაირად იქცევა, ხო, რაღაცა გაბუტული ბავშვის ფსიქოტიპი გამოვლინდეს. არ არის ეს აუცილებლობა, უბრალოდ სტანდარტულად ესე ვლინდება ხოლმე. ძალიან ისეთი იშვიათ შემთხვევაში, ადამიანს რო სულ ენატრება ოჯახი, სიმყუდროვე და ვერ ნახულობს ამ სიმყუდროს. თვითონაც არ შეუძლიათ სახლში დიდხანს ყოფნა მაგალითად. თვითონაც აქც განცდა, რომ რაღაც სიცარიელი არის პირად ურთიერთობებში, ემოციურ სიახლოვეში, ის არ არის რაც მათ უნდათ, ხო? კლასიკურად ყველაზე ლაით ვარიანტში ეს არის ხოლმე და ზოგჯერ საერთოდ ვერ საცნობიერებენ მაგას, რატო არა ვარ სახლში, რატო არ მინდა სულ ესეთი გრძნობები გამოვხატო, ვიღაცას რატო მინდა სულ მოუარო და ვიზრუნო მასზე, ხო? და თან ეს არასწორად გამოსდით. ეს ზრუნვა რას ნიშნავს, იცით, რომ მე ეწყებათ ის, რომ მე უკან გვინდაღება ენერგიის, იმიტომ რომ მე შენზე ვიზრუნე, იმიტომ რომ მე მინდოდა რომ ჩემზე გეზრუნო და მე ვერ მხედავ აქ, ხო? რაღაცნაირად ესეთი დამოკიდებულება ხდება და წყენების ჩამოყალიბება ხდება. ყველაზე მძიმე ვარიანტი ეს, როცა ოჯახი მახელი კრა, არანაირი სარგებელი ოჯახისგან არ მოაქვთ, დატოვეს ისე, ყველას რო გადაუნაწილებენ ქონებებს და ერთ შულს რო დატოვებენ ჰაერში, ხო იცით, ეს კლასიკური ამბავი არის ლილიტი მთვარის შემთხვევაში. არაფერი არც მინდა ოჯახისგან, ხო, არაფრის წამოღება არ მინდა, ესეც კლასიკური ფორმულა არის. და ყველაზე ისეთი ფსიქოლოგიური გაგებით, ფსიქოლოგიური შინაგანი შიშები, შინაგანი პრობლემები
შინაგანი დაუცველობის შეგრძნება, იმიტომ რომ საძირკველშივე იყო პრობლემები, აი დედაშვილობაში ან ოჯახთან ბავშვის, აი სწორი ფუნქციური აღზრდა არ იყო, ემოციურ დამოკიდებულებას გეუბნებით და არ შეიძლება ფიზიკურად ყველაფერი ქონდა, მაგრამ რაღაც იყო ოჯახში ისეთი, რომელიც მას არ უნდა და შეიძლება ძალიან კლასიკური სტანდარტული ოჯახი უნდა და არ ყავდა ესეთი. შეიძლება პირიქით ძალიან არ უნდა და სტანდარტული და ესეთ ცოტა გოიმური ოჯახი, აი ვითომ რომ ეს სტერეოტიპული უფრო სწორად ხო, აი სტანდარტული ოჯახები, ქალი უნდა იყოს ცოტა უბედური საწყალი, ქართულ ქალებს განსაკუთრებით ახასიათებს რაღაც აი შეწირული დედა და წონა უნდა კონდეს აუცილებლად, ანუ საკუთარი ქალობის წაშლა რო ხდება მთლიანად. და თავ გადაკლული და აი სახეს რო შეხედავ და თან რო სიამოვნებთ ეს ტანჯულის როლი და ეხლა ცოტა ვაკრიტიკებ, მაგრამ რეალურად სტერეოტიპული ის არის ხო ეს და თან რო უნდათ რომ აი ვითომ ეს ახალგაზრდულად იყვნენ და ნუ ეს სიამოვნებაში ხო არის არა აი შინაგანად საკუთარ ქალობასთან ფსიქოლოგია ეს ხსნის ყოველ შემთხვევაში საკუთარ ქალობას აი რაღაც შეწირულობასთან ურთიერთობა შეწირული დედის იმიჯი და ესეც ჩემი აზრით მოდის უფრო იქიდან რომ ბევრი ომი ქონდა ქვეყანას და ქალი იყო ერთადერთი საყრდენი და ოჯახის და შვილების და მარტო უწევდათ ყველაფერი და რაღაცადღაც მაქედან ალბათ აქვს ეს საძირკველი ამ ყველაფერს, მაგრამ აი ესეც სტერეოტიპულ დედასთან და ოჯახთან ქონდეს სერიოზული პროტესტი მაგალითად ხო შინაგან აი მე მინდოდა თავისუფალი ცოტა ესეთი გამოსული ოჯახი. ან პირიქით, ყავდეს თავისუფალი გამოსული ოჯახი და აი მე მინდოდა კლასიკური ხაჭაპურს რო კარგად დააცხოს ისეთი დედა, კაი მაჯები რო კონდეს ხო სიტყვაზე. აი ან ეგ არის თვარი ლილიტი, რომ აი რაც არ უნდა იყოს, უკვე აყოფილო ხარ. ის არ არის რა ჩემ გინდა. ან სუბიექტურობასთანაც მედივართ აქ, მაგრამ ნუ აი ეს არის ძალიან მარტივი კლასიკური ფორმულა მთვარე მზის. შემდეგ ერთ-ერთი საინტერესო არის მთვარე, ის არის შავი მთვარე, გონების მართალ პლანეტას რო უერთდება, მერკურს. აი ძალიან გავს ლილიტი ტყუპი, ლილიტი მერკურის შეერთება, ან ლილიტი მესამე სახლით. ცოტა მსგავსი ენერგია აქვს, ხო? სიმძაფრით გამოირჩევა სხვადასხვა კომბინაცია, ხო? თუ არის აქ შეერთება, მეგობრებო, განსაკუთრებით რო ვლინდება, ხო? მერკური რა არის? ეს არის კომუნიკაცია და კონტაქტი, ურთიერთობა ადამიანებთან. აი ხა ჩემ გამოცდილებას გეტყვით, გინდ ლილიტ ტყუპებთან რომ აქ ურთიერთობა, მე ყველას ესე არ გულისხმობ, მაგრამ უმეტესად აი ძალიან გამოხატული არის ხოლმე, ან მერკური ლილიტის შეერთება, ხო? აი იწყებ ლაპარაკს და უკვე გმუტავენ, აი იქით იყურება, კონტაქტზე არ არის შენთან. ელოდება როდის დაასრულებს საუბარს. აი მე რო დაიწყებს და დაიწყებს, ხო? ანუ ეს არის როგორ რაღაც იცით, ტყუპი და მერკური თუ არის კონტაქტი. მე ჩართული ვარ შენ რომ ისმენ და მე რო ჩართული ვარ როცა ვლაპარაკობ, შენ მისმენ. ანუ კონტაქტი ენერგეტიკულ დონეზე, ემოციურ დონეზე, ფსიქოლოგიურ დონეზე, ინტელექტუალურ დონეზე, გულის დონეზე, ხო, აქ უნდა იყოს სრული კონტაქტი. რაც ელენა ტყუპებს, მაგის პრობლემა არ აქვს. ისინი ჩართულები არიან, მთლიანად ჩვენთან არიან, კონტაქტზე არიან. და ელენა ტყუპებს რო ველაპარაკებ, კონტაქტზე არიან. ლილიტი ტყუპი კონტაქტზე არ არის. ლილიტი მერკურის შეერთება კონტაქტზე არ არის. ამას თან გონია რომ კონტაქტზე გელაპარაკე, კი, გისმენ. და ოღონდ როგორ უსმენ, იცით, მერკური ლილიტი, აი წარმოიდგინეთ კომპიუტერი, რომ აი ესე ამუშავებს ინფორმაციას. ეგრევე კომბინაციები, მერკური რა არის, ანალიტიკა. ესე მითხრა, ეხლა აქ უნდა დავახარისხო ინფორმაცია, ეხლა სწორად გავიგე, არა, ანალიზი იწყებს, ობსესი იწყებს ფაქტიურად, რომ დავაბრუნო. ამის ენერგეტიკული მიღება არ ხდება, ამის მხოლოდ ტვინში, აი ესე სტრუქტურაში მიღება, გარჩევა და დაბრუნება. ამიტომ ხშირად ჩემთან რომ მოდიან ხოლმე, როცა ყავთ პარტნიორი ლილიტი მერკურის შეერთების, ხო სიტყვაზე, აქვთ განცდა რომ არ ესმის ამ ადამიანს მისი. ან ვერ ამუშავებს ინტელექტუალურად ინფორმაციას, ვერ ხვდებიან. აი მე მაგალითად თუ ხედავ რომ ძალიან აქტიურად ის ადამიანი ლილიტზე მერკური ლილიტი შეერთება ლილიტი ტყუპი საერთოდ აღარც ველაპარაკები, იცით? აი უბრალოდ აქვთ მოთხოვნილება მას რომ უსმინონ
და თუ რამის სწავლობენ, ეს მე კლასიკურ ფორმულას გიყვებით, რაც წერია, მაგალითად ბევრი ლილით ტყუპს უთქვამს ჩემთვის, რომ ერთი ახლობელიც ყავდა წლების განმავლობაში, აი წავიკითხოთ ერთი და იგივე წიგნი, რომ მე სალაპარაკო გქონდეს. სულ ფეხებზე მიკიდია, ახლა რაღაცის გამო წავიკითხო, რომ რაღაც ურსაურთიერთო მქონდეს. ანუ ლაპარაკი ჩემთვის ახლა აი ეს მოთხოვნილება არ არის, თან მით უმეტეს რაღაც რო ერთად წავიკითხოთ, რომ მე კომუნიკაცია სხვანაირად არ შეიძლება რომ ვიკაბელუროთ. რა თქმა იქ წიგნის საკითხო, ხო? აი ძალიან მარტივად შემიძლია ურთიერთობა ნებისმიერ თემაზე ადამიანთან, ხო? აი ეს პრობლემა შეიძლება გამოვლინდეს, რომ რაღაც ჭირდება, ანუ ჩემი ტვინი ვერ ამუშავებს, ვერ აწარმოებს ინფორმაციას, ესე იგი რაღაც უნდა მივიღო, დავამუშავო, გავუშვა. ეხლა მე გეუბნებით ეს ძალიან ძიმე გამოვლენაში, მაგრამ პატარა დონეზე, ენერგეტიკულ დონეზე ეს აქვთ. მერკური, ლილიტის შეერთება. ყველაზე მარტივი არის, რომ ლაპარაკის მოთხოვნილება და მოსმენის მოთხოვნილება აქვთ და სულ გამოდიან სიტყვით შეიძლება გამოდიდეს ეს ადამიანი კონტაქტებში იყოს ჩართული იმისთვის ზუსტად რომ აი ეს ეგო დაიკმაყოფილოს, იმიტომ რომ არაცნობიერად ხო იცის რომ ეს პრობლემა აქვს, არაცნობიერად ხო იცის რომ მე კი ბევრს ვლაპარაკობ, ვამუშავებ ინფორმაციებს, მაგრამ რეალურ კონტაქტზე არა ვარ გარე სამყაროსთან. ტყუპსაც იგივე აქ რეალურად კონტაქტზე არ არის გარე სამყაროსთან. ზოგს რო უთხრა ეს ძალიან დაარტყამთ და რასმი მე არა ვარ კომუნიკაბელური და მე გამოდიან ხოლმე ეგ სტრატეგიულ კომუნიკაციაში არიან ერთი ლიტი ტყუპი შემხვდა წინაზე. ხო, სულ სტრატეგიულ კომუნიკაციაში გარბიან, დიდი ის გონიათ ხოლმე ზოგჯერ თავი. მაგრამ აქაც დამუშავება შეიძლება. შეიძლება მართლა მაგარი ინტელექტუალი გახდეს ადამიანი, მართლა კომუნიკაციაში მართავდეს თემას და მართლა ძალიან, ოღონდ იცით როგორ არის, აი წარმოგიდგენთ 1000-ში 1 რო შეძლებს ამას. და მე ადრეც გითხარით ერთი ლილიტი ტყუპი, რომელიც ანალიტიკოსია და უსმენ და ვითვალისწინებ, იმიტომ რომ მართლა აი ეს წინა ვიდეოში რო გითხარით კვაჭანტირაძის ფსიქოტიპი, აი კარგი ესეთი მოქნილი ტვინი შეიძლება კონდეს ადამიანს, ხო? ლილიტი ძალიან ნიჭიერი შეიძლება იყოს, ძალიან ჭკვიანი შეიძლება იყოს, მაგრამ სათავისოდ. ან მხოლოდ აი ესე ამუშავებდეს ინფორმაციას, ინფორმაციულ ველზე მუშაობდეს, მაგრამ რეალური კონტაქტი შიმშილს განიცდი ამ ადამიანთან. ახლა მე მერკურის სფეროში ვარ და მერკურიანელი ვარ და მე სამესახლე მერკური ყველაფერი ყველაზე მეტად ეს ტყუპი და ეს ენერგია მაქვს ჩართული ახლა მეტყობა ახლა სხვანაირად თქვენთან ვერ ვიურთიერთები. და აი სულ დანაკლისის შეგრძნება მაქვს მათთან, რომ კონტაქტი არ შედგა. აი ეს მერკურის თემასთანაც არის, ზოგი მოდის ჩემთან და აი ესე სანამ მე ვლაპარაკობ, შუშის თვალები არ მისმენენ და ელოდებიან იმ მომენტს, რომ თვითონ დაიწყონ და თვითონ დაიწყებენ, მე აღარ ვაჩერებ, იმიტომ რომ ხვდები, რომ აი ეს ორმხრივობა არის დარღვეული. ხოლო თვითონ უნდა იყოს ასპარეზზე, ხო? მაგალითად, ჩამოთვალეთ ტყუპებში ყავდა ჰიტლერს და მთელი ღამე თურმე საუბრობდა, ახლა ეს მებში წერია, წიგნებში, მთელი ღამე ლაპარაკებოდა, არავის არ უსმენდა, მხოლოდ თვითონ ლაპარაკობდა თავის წარმომადგენლებთან. 1000 სისულელესო, ისეთ სისულელებს ლაპარაკობდაო, მე წერდნენ. და ეს არის უკვე ძალიან აქტიური ლილიტი ტყუპი, ან ლილიტი მერკურის შეერთება. თქვენ თუ გეყოლებათ ახლობლობაში ლილიტი მერკურის შეერთება, აქ არის კომუნიკაციაში პრობლემა. ან მეორე უკიდურესობა, საერთოდ არ ლაპარაკობს, მესამე სახლიც იგივე. საერთოდ არ ლაპარაკობს ადამიანი, საერთოდ აქვს განცდა, რომ არ არის იმდენად ჭკვიანი, რომ რამე თქვა, სწავლაში პრობლემები აქვს, ან სულ რაღაცა სწავლობენ, რომ დაიკმეს, ეს მეორე პასიური ლილიტის შემთხვევა. სულ კითხულობენ, სულ სწავლობენ და სულ გონიათ, რომ არაფერი არ იციან. დაბალი თვითშეფასება ინტელექტუალურ სფეროში. ესეც, ნუ ეს კატეგორია უფრო ქალებიც არიან ხოლმე ჩემთან, მაგრამ თუ აგრესიულ, აქტიურ ლილიტს ის ადამიანი ან მერკურთან შეერთება ან ტყუპები, ეს არის აი უბრალოდ გაგთიშავს ლაპარაკით, ოღონდ არაფერზე. და აი ესე აფრქვევენ სიტყვებს, ოღონდ შენ არ გიყურებენ, ვერც ემოციური ისიც არ არის, რომ აი დაიღალა ადამიანი და აღარ აინტერესებს, ხო? ანუ რეალური კონტაქტი არ ხდება, ეს ძალიან რთულ გამოვლინებას. ლაითი გამოვლინება ეს არის, რომ სულ სწავლობს, უკითხულობს, ოღონდ გონია რომ რაღაცა არ იცის.
ხო და არ არის საკუთარ გონებაში თავში დაჯერებული კლასიკური ფორმულა ბავშვობაში არ უსმენდნენ მას არ ანიჭებდნენ მის აზრს დიდ მნიშვნელობას და აი ეს მოთხოვნილება რომ მაღიარონ კომუნიკაციაში ეს სულ არის ფაქტიურად შემდეგში შემოგთავაზებთ ხა გავჩერდები შემდეგ პლანეტებზე გადავალთ შემდეგ ვიდეოში. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს განხილვა. მოიწონეთ ვიდეო და მით კომენტარეთ ხოლმე. სხვათა შორის რაც უფრო ბევრ კომენტარს დაწერთ, რაც უფრო ბევრი გამოხმაურება გაზიარება ექნება, სხვაებიც გვიპოვიან უფრო მარტივად. თქვენაირი ესე რომ ვთქვათ, ხარისხიანი ინფორმაციის მოყვარულები და კარგი იქნება თუ ამაში ეს მათაც დავეხმარებით. დროებით მეგობრებო, შემდეგ გავაგზავნებ უკვე შემდეგ პლანეტებზე.